იმისთვის რომ არჩევნებმა ჩაიაროს ყოველგვარი ექსცესების გარეშე იყოს გამჭვირვალე და ობიექტური, ზუგდიდის ნომერ 77 საოლქო საარჩევნო კომისია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. თითოეულ უბანში უკვე არჩეულია თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მკობა კვარაცხელიამ განაცხადა, ამ დროისთვის რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია და სულ დარეგისტრირებულია 127,000 ამომრჩეველი. ყავს 127,000 ამორჩეველი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. წინა საარჩევნო სიტუაცია არის ერთი დღით ადრე არის 7. უბნებს დაურიგდათ ინვენტარი. საარჩევნო ინვენტარი ამ ეტაპზე დღეს მიმდინარეობს საარჩევნო ბიულეტენებისა და სამაგიდო სიების გადაცემა. საარჩევნო უბნები ხვალ 27 ოქტომბერს დილის 7 საათზე გაიხსნება. კენჭისყრა 8 საათზე დაიწყება და უბნები ოფიციალურად საღამოს 20 საათზე დაიხურება.